დილამშვიდობისა ბათუმის 67, ნავის 398, 4 კაცი, მელკიმორიდან ბათუმის ეკვატორია. იწყება აქედან ახლა თევზაობა. ძნელია ჩვენი საქმე, დილას ადგილები 5 საათზე და მთელი დღე ხელებით ასე ამოძრავებ. ამოძრავებ, კაია რომ არის თევზი და რომ არ არის. დილას გამოვდივარ სათევზაო რეიზა, იმიტომ რომ თევზი უფრო აქტიურია. შუა დღეს უკვე წყდება არა იმფერი აქტიური და არ ღირს დარჩენა და თევზაობა. პირველი. თევზი მოდის და შავი ზღვა კიდევ უფრო მოიღუშა. მაშინ როცა მეთევზე ზღვაშია, ყველაფერი კიდევ უფრო მისტიკური ხდება. თევზაობენ ჩუმად. ზღვას ხმაური არ უყვარსო გვიყვებიან. ჩვენ მათნებას დავყვებით. ზღვასა და მეთევზე შორის უხილავ ძაფებს ვაკვირდებით. ხან ერთი წიგნის პერსონაჟია ჩვენს წინ, ხან მეორე. საბოლოოდ დუმილი დაირღვა და მორჩა. კი, ის იანგულია ჰელადოსიდან. ვარ ბერძენი. აგერ ბიჭები არის რუსები, სვანავებზე არის ქართველები და სომხები და ვაფშე მთელი ინტერნაციონალი რა ბათუმში რაც მოქალაქეობა არის. აგო! Что-нибудь? დიდი დრო გავიდა. ნაპირს მიუახლოვდით. მეთევზეებისთვის მზის ამოსვლამდე დაწყებული დილა დასრულდა. ბათუმის 67, ნავის 398 ნაპირზე. თევზის გამყიდველებისთვის კი სულ ახლა დაიწყო. შვიდი წელი ამ სფეროში მუშაობ, ეს არის ჩემი ადგილი, მოვდივარ ყველა დილას 10-ის შემდეგ. შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ რა უნდა ვქნათ. ვაკეთებ დილას, რეცხავ თევზებს, შემდეგ ვაწყობ. ზღვისპირა ქალაქში როგორ არ შეიძლება რომ ზღვა არ გიყვარდეს. მიყვარს ზღვა და მიყვარს ზაფხული. მეთევზე და თევზის ბაზარი აჭარის თითქოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც დროსა და სივრცეში არასოდეს გაქრება, რადგან ის შავი ზღვისპირეთის იდენტობას ასახავს.